გამარჯობა, შეიძლება? უკაცრავად, მაგრამ ახალ ოჯახის წევრები. ვიცი. მე მამა ვარ. ეზო რა გინდა აქ რატომ ხვედი? გავიგე რომ აქ დაუწვენი ხარ. თანაც ესეთ ოპერაციას იკეთე მეზობელმა მითხრა. წეგან შენთან ვიყავი. ეზო გული ბავშვობიდან მაწუხებს და ოპერაცია კაი ხნის წინ უნდა გამეკეთებინა. ხო, თორნიკე, ხო, მაგრამ ეზო წადი რა არ მინდა რო აქ იყო. უღამალაპარაკებ ძალიან გთხოვ, წადი რა. უთხარით რა, ხო შეიძლება რომ ვიღაცები არ შემოუშვა, ხო და უთხარით. უკაცრავად, მაგრამ კარგით რა, უკაცრავად. პირიქით. მაპატიე თორნიკე თუ შეგაწუხე. ნახო. კაი, დაწყნარდი. ნინი. აპარატის გადაერთებაში დამიხმარ. თუ შეიძლება. დიახ. ეს უბრალოდ გიკეთიათ თუ რატომ დადიხართ კლინიკაში თანამშრომლის მოწმობით? თქვენ თავარი ექიმი ხართ. ქალბატონ თამარ, გამარჯობათ, მე ნინუცა ვარ. მარის თანაშემწე ახალი თანამშრომელი. წეღან რაღაცები დამავალ და აქ იმიტომ ვარ. ახლა კი უკაცრავად უნდა გავიქცე ოპერაცია უნდა დავნიშნო. უკაცრავად. ვიცი ახლა რასაც ფიქრობ. არა, თორნიკე. ისე უბრალოდ ცოტა გამიკვირდა თორე ეგ საერთოდ არ არის ჩემი საქმე. ხო, წეღარას ნახე ეგრე გაგიკვირდებოდა. მაგრამ ეგ ერთი მხარეა. რა ვქნა საერთოდ არ უნდა მაგის ნახვა, იმიტომ რომ რაც მაგან მოკლედ დედას რაც დაიმართა სულ მაგის ბრალი. მთელი ცხოვრება მარტო მზრდიდა. ეგ კიდევ სადღაც წავიდა რა თავიდან თქვა მოსკოვში მივდივარ. ბიზნესი უნდა დავიწყო. პირველი ორი თვე რეკავდა, მაგრამ მერე გავიგეთ იქ ვიღაც ქალთან ერთად გადასულა საცხოვრებლად და მახსოვს დედამ როგორი ნერვიულა. მაგრამ ჩემი გულისთვის არ იმჩნეოდა. თან ის რა პერიოდიც იყო ხო გახსოვს. მერე დედა ნელ-ნელა უფრო უარესად გახდა და თავიდან გვეგონა გაცივდა, მაგრამ მერე ნელ-ნელა უფრო უარესდებოდა მისი მდგომარეობა. მოკლედ რაც მოხდა ხომ კარგად გესმის არა? მანანა როგორ აიტეხავ ხოლმე რაღაცას რა? ხო დედა, როგორ ხარ? მეც კი. შენ ხო კარგად ხარ? ანუ არაფერი არ გაწუხებს? დანი ხომ არა ამანდ? არა, არაფერი სიმშვიდეა. აპირებდა წამოსვლას. აი ესე იგი არ ჩამოსულა. კარგი, არა, მიდი დაგირეკავ მერე. მართლა არ წასულა დალი სოფელში. იქ მართლა არ ჩასულა, ან საერთოდ არ ჩადის, მაგრამ ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ დიაზეპამს ის გაძლევთ რა. საზომე მგონი თავიდან იწყებ. რა ვქნა კეთილმა? საიდანღაც ხომ გაჩნდა ჩვენს ორგანიზმში ეს წამალი? აი მე საიდანღაც უნდა გავარკვიო ეგ. ჯერჯერობით ყველაზე ნამდვილ ვარიანტად ეგ მიმაჩნია. გათიშული აქვს შენს დას. რა ვქნა ახლა? კეთა, გეხვეწები, ბაჩუზებ ნერვიულობ. გაუარე სახლში და აქ მოიყვანე რა. ცოტა წნარად მაინც ვიქნები. კარგი, მაშინ მე ხა ეგთან ვიპოვე. თქვენ გადასხმაზე წაგიყვანთ და მეც მალე დავბრუნდებ. კაი, არი ნერვიულობ. არაფერი განსაკუთრებული თამარ, უბრალოდ უცებ გამოჩნდა ის გოგო და გადაწყვიტა და მენიშნა. არა, გაბრაზებული კი არა ვარ, უბრალოდ რაღაცნაირი გოგოა. თან სანდროს მერე. რა ვიცი, არ მინდოდა რომ ადმინისტრატორის თანაშემწეს მოსაძებნად მეორე ჯერ შემიწუხებინა ეგარი და ეგ. ხო, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ერთხელ რო ვერ ვიპოვე, მეორედაც ვერ ნახავდი ვინმეს. თამარ, მაგით არ მithქვამს. კარგი. თამარ. ეცი ადამიანი ხო ის ყველაფერს ეჩვევა, კარგსაც და ცუდსაც. მაგას ახლა მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ორჩილობასაც შევეჩვევით მეც და შენც. ოღონდ მანამდე რაღაც მინდა კიდე ერთხელ გითხო. მე შემიძლია და მე დაგეხმარო. არანიკა ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ გამიკვირდა ის გოგო უჩემოდ რომ მაიყვანა კლინიკაში მეტი არაფერი. კარგი, წავა.